თეატრისგან განსხვავებული პროგრამა გვაქვს. თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ხვალ საპრემიერო ჩვენებას გამართავს. წარმოდგენა დარისპანის გასაჭირი მოძრაობის თეატრში გათამაშდება. საქართველოში პირველად სპექტაკლის სამ ენაზე იქნება წარმოდგენილი, მსახიობები თურქულ, აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე ითამაშებენ. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ვარლამ ნიკოლაძია სპეციალურად ამ დადგმისთვის თბილისში ჩამოვიდა ცნობილი თურქი მსახიობი ნეჯათი ზენგინი. მას პარტნიორობას ლაურა რეხვიაშვილი უწევს. დარისპანის გასაჭირი 1 ნოემბერს მოძრაობის თეატრში საღამოს 7 საათზე გათამაშდება. ეს გახლავთ აზერბაიჯანული სახელმწიფო ჰაიდარ ალიევის სახელობის თეატრი, რომელიც თბილისში უკვე 12 წელიწადი არსებობს და აი ახლა დავიწყეთ უკვე რაღაც რეგულარული რეპერტუარის შექმნა. აქამდე რეგულარული რეპერტუარი და რეგულარული მუშაობა აქ არ ყოფილა. პირველი ჩვენი პრემიერა იქნება 1 ნოემბერს. სამშაბათს, ოღონდ აქ მოგეხსენებათ, ახლა აი ხედავთ ალბათ მდგომარეობას, აქ სპექტაკლის თამაში შეუძლებელია. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში ვაკეთებთ ამას. მოწვეულია თურქეთის ცნობილი მსახიობი დარისპანის როლზე და ის ადამიანი თამაშობს თავის ენაზე. და მე მართავს როლზე მოწვეული მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი ვთამაშობ ჩემს ენაზე. თავიდან მეგონა რომ ეს იქნებოდა ძალიან რთული, გამიჭირდებოდა და გადაწყვეტილი მქონდა მესწავლა როლი ან აზერბაიჯანულად, ან თურქულად. რეჟისორის თანახმა იყო, მაგრამ მე შეიცვალა კონცეფცია და იმის გამო რომ ეს შეიძლება უფრო საინტერესო გახდეს. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ზიპლაინ კლუბი ექსტრემალურ გასართობებს გთავაზობთ.